ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ეგრეთ წოდებულ ხოფის ბაზრობაზე გუშინ გაჩენილ ხანძარს ეხმაურება. პარტიის წევრები ხელისუფლებას ზარალის შესწავლას უმოკლეს ვადაში სთხოვენ. ეკატერინე თარგამაძის განცხადებით ბაზრობის 100%-იანი წილის მფლობელი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროა, ამიტომ პარტია უწყებას მოუწოდებს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს. უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მოსაზრების თანახმად ზარალის ანაზღაურებისას სამინისტრომ ბაზრობიდან მიღებული შემოსავლები უნდა გამოიყენოს. ეკატერინე თარგამაძის ინფორმაციით სავაჭრო ცენტრიდან ბიუჯეტში შემოსავლის ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიონი ლარი შედის. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით ზარალის შესწავლა მიმდინარეობს. დავით ბალაძემ დამატებითი განმარტებების გაკეთებისგან თავი შეიკავა. თავაზობთ ერთ-ერთ ასეთ ალტერნატივად აჭარის ხელისუფლებას და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს როგორც 100%-იან პარტნიორს ამ ორგანიზაციის, რომ ამ შემოსავლებიდან გამოხატოს ნება, აიღოს თავზე პასუხისმგებლობა და ზარალის დათვლის შედეგად ზარალის ანაზღაურების ერთ-ერთ ფორმად, ერთ-ერთ წყაროდ სწორედ ეს შემოსავლები გამოიყენოს, ვინაიდან შემოსავლები მოგეხსენებათ ბაზრობაზე ფორმირებულია სწორედ იქ დასაქმებული მოვაჭრეების მიერ გადახდილი გადასახადებით. რაც შეეხება ხოფის ბაზრობას, ის არის ჩვენს ბალანსზე და მიმდინარეობს ახლა მუშაობა რეალური ზარალის დადგენასთან დაკავშირებით. აღნიშნულ მომენტში აღნიშნულის გარდა მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ ამ მიმართულებით.